ძალიან სუ ძალიან რა ჩემი ბრალია რომ მიყვარხარ და მენატრები ყველაფერზე ძალიან ძალიან სუ ძალიან რა ჩემი ბრალია რომ მიყვარხარ და მენატრები ყველაფერზე ძალიან ქართველები რომ ნიჭიერი ვართ, ეს ჩანს ტატამზე, სარაგბო მოედანზე, საფეხბურთო მოედანზე, ქიმიის აუდიტორიებში, ფიზიკის აუდიტორიებში და პროექტ ნიჭიერში. როგორც მიხვდით, ჩემი დღევანდელი გადაცემის თემა რუსთავი 2-ის მეგა შოუ ნიჭიერი. ნიჭიერის ახალი ლაივ შოუები უკვე პირდაპირ ეთერშია. თქვენ შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს პირდაპირ ეთერში უყუროთ ნიჭიერის სუპერ ეპიზოდებს. ერთად გავიგოთ ვინ გადავა ფინალში და იბრძოლებს უპრეცედენტო პრიზისთვის. მეგა შოუების ისტორიაში პირველად პრიზი იქნება არა ერთი, არამედ 2 ბინა. ხალხი ნიჭიერში გასასვლელად წლობით ემზადება. მე კი 10 წლის ვარ და ამხელა შოუ მიმყავს. მინიმუმ 5 კის და ჟიურის სიმპათიას ვიმსახურებ. წლევანდელი ნიჭიერი იმითაც განსხვავდება, რომ ჟიურის 5 წევრი ყავს. რასაც მე დავაკვირდი, კარგ ამბებს ყოველთვის ჟიურის ულამაზესი ქალბატონები ამცნობენ კონკურსანტებს. ხოლო ცუდ ამბებს კი მამაკაცებს ათქმევინებენ. აი მაგალითად თქვენ სამწუხაროდ შემდეგ ტურში ვერ გადახვედით. თქვენ 5 არა გაქვთ. თქვენი მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე წაიყვანეს და ასე შემდეგ. ნიჭიერის წამყვანობა ძალიან რთულია. განურჩევლად ყველა კონკურსსაც უნდა გულშემატკივრობდე. ეგ იგივეა, რაც რეალი ბარსას უყურებდე ერთდროულად, რეალსაც გულშემატკივრობდე, ბარსასაც, საჩსაც და სტადიონის ადმინისტრაციასაც. რუსთავი 2 ნიჭიერი არხია. აი ეს არის სიტყვების თამაში. ნიჭიერში რომ გამოსულიყავი, მინიმუმ 5 კის დავიმსახურებდი. მე კი მყავს ჩემი ნიჭიერი ბენდი. რეზო, ხომ იცი? რაც არ უნდა მოხდეს, ჩემგან ყოველთვის გაქვთ კი. აბა დაცხეთ ბიჭებო, ჩემ შოუს მუსიკალურად აფორმებს ნიჭიერი, რეზო და ბავშვები. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ნიჭიერის ჟიურის წევრები, ქალბატონი თაკო ფხაკაძე, თიკა ფაცაცია და მარიამ სანი. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენეთ ჩვენთან სტუმრობისთვის. პირიქით, მადლობა შენ რომ მოგვიწვიე ესეთ საოცარ სტუდიაში. ვიხარია შენთან სტუმრად მოსვლა. ვიხარია შენთან მოსვლა. სულ მინდოდა ისე რომ იცოდე. ბავშვები, ჩვენი გეშინია თუ რა ხდება? რასაკეთებ? არაფერი, არა, რამე არ გიგონოთ, უბრალოდ თქვენი სიკაშკაშე მჭრის. როგორც ყოველთვის. დილამაზი კომენტი, აი იცის. აი წავლე ბიჭებო. იმიტომ უკეთიათ იმასაც ათვალე. ვერ გაუძელი თავიდან ქალბატონო თაკო, როგორი კომპლიმენტი იყო? ხომ იმსახურებს შემდეგ ტურში გასვლა? იდეალური. უკვე ჩათვალე რომ ფინალში გაყვე. პროზღილაკი გაგუყვა. ხო, თავარია წითელი ღილაკი არ გამა. არა, წითელი არ გვინდა. ელემაყურებლებს მინდა მიმართო, ვინც ახლა გამორთეთ, მის რუსთავი 2-ის ფინალი არ გეგონოთ. ნიჭიერის ვერთო რა კმაყოფილი ვარ, თქვენ გავიმე. მე აი დიდი ხანია. მე გამეძიერი. ნიჭიერის სრულიად ახალი ლაივ შოუები უკვე პირდაპირ ეთერშია. თქვენ შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს პირდაპირ ეთერში უყუროთ ნიჭიერის სუპერ ეპიზოდებს. ერთად გავიგოთ ვინ გადავა ფინალში და იბრძოლებს უპრეცედენტო პრიზისთვის. მეგა შოუების ისტორიაში პირველად პრიზი იქნება არა ერთი, არამედ 2 ბინა. ქალბატონო თაკო, თქვენი კრიტერიუმებით რა უნდა გააკეთოს მონაწილემ, რომ ოქროს ღილაკი დაიმსახუროს? და ეხა სერიოზულად მეკითხები თუ უნდა ვიხუბრო? სერიოზულად. უნდა იყოს ძალიან ნიჭიერი, მომხიბვლელი და ისეთი, რომელსაც ერთ წამში შეიყვარებს მთელი საქართველო და მთელი ქვეყანა. ქალბატონო
ათიკა. რითი ალბათონოს გარეშე მიჩემია და თი ვარ მოგატყუა. 10 წლის ვარ და. მე 30. არიამი არის. მე საერთოდ. რითი განსხვავდება წლევანდელი ნიჭიერი წინაწლების ნიჭიერისგან? ნიჭიერს მოყვები სულ თავიდან. ეხა იმას რომ ვადარებ დღევანდელ დღეს ძალიან დიდი სხვაობაა. თვითონ მონაწილეები ძალიან განვითარდა და მივხვდნენ რა არის საჭირო იმისთვის რომ სოფლიო დონის ნომრების შექმნა. იცი რატო დათი? ძალიან ბევრჯერ მოხდა ქართული შოუ, ანუ ქართული გამოსვლა გლობალ ნიჭიერს. რას ნიშნავს, იცი? რომ YouTube-ზე მე მთელი სამყაროს განსაცნობა დებენ. ამიტომ ჩვენ გავხდით დიდი, ესე ვთქვათ, სოფლიოს ნაწილი უკვე ნიჭიერითაც. მანამდეც ვიყავით ეს საერთაშორისო პროექტია და ასე მოვდივართ, მაგრამ უკვე ნომრების ხარისხს გულისხმობ. იმიტომ რომ ნელა ვისწავლეთ რა აინტერესებს და რა მოწონს ყველას. დიახ. ქალბატონო მარიამ. ჯერ ქალბატონობამდე რამდენიმე წელი მაქვს. ეს ქალბატონო საიდან იწყება საერთოდ? არ ვიცი. რომელი ასაკიდან არ მანდ ვიცი ზუსტად. გისმენდათი. ნიჭიერში მონაწილეთა მრავალფეროვნებას არ უჩივით. მოდიან მომღერლები, მოცეკვავეები, ილუზიონისტები და როგორ არჩევთ კონკურსანტებს? იცი რა არის, ვინც უფრო მეტად ესეთი შთამბეჭდავი შოუთი წარსდგება და ვინც უფრო თავდაჯერებული იქნება ამასთანავე, აი ესე ვარჩევთ მონაწილეებს. თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა, სხვათა შორის შენ გაქვს. მე მგონი ძალიან კარგი ნიჭიერის მონაწილე იქნებოდი. დიდი მადლობა. თავის შოუ აქ უკვე. აღარ ჭირდებით ჩვენი შოუ. საათია რუსთავიორის პრაიმ ზონაში. და ხალხის ემოციას რა მნიშვნელობას ანიჭებთ კონკურსანტის შერჩევისას? ქონია შემთხვევა, რომ შეიძლება ჩვენ ისე ძალიან არ გავგიჟებულ ვართ მონაწილეზე, თუმცა დარბაზში ისეთი ოვაციები გამოიწვია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მაინც ჩვენი გემოვნება გვაქვს და შეიძლება დარბაზმა ისეთი რეაქცია მოგცეს ამ შემთხვევაში, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგანაც ხალხს უფრო მეტად მოსწონს რაღაცებში ჩვენც დაუთმოთ და ესეც აგვერჩევია მონაწილე. ასე რომ უნდა იაქტიუროს ხალხმა აუცილებლად ყოველთვის. ქალბატონო თაკო, ყველაზე მეტად რომელ მონაწილეზე გწყდებათ გული, რომ ნახეთ და ვერ მივიდა ფინალამდე? იცი რა, ბევრზე მწყდება გული, იმიტომ რომ როგორც თიკამ თქვა, მართლა ძალიან ნიჭიერი ნაკადი იყო და გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდულია რაოდენობა ფინალისტების შესაბამისად, ესე ვერ გამოვყოფთი რომელიმე კონკრეტულს, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ნიჭიერი, რომელსაც უბრალოდ არჩევანი გავაკეთეთ იმას შორის, რომ რაოდენობრივად უკვე ძალიან ცოტა იყო და ვიღაცა უფრო ნიჭიერი იყო აი ამ ნიჭიერთან შედარებით და ამიტომ ეგ იყო მთელი. ან კიდე ვიცით რომ აი კიდე რო იმუშაოს უფრო დიდ კონკურსს გაუძლებს ასე თქვა და მომდევნო წელსაც შეუძლია დაბრუნდეს და ესეთი ყოლია კიდევაც არა თაკო. კი, რამდენიც გინდა. ქალბატონო მარიამ, მადლობა დიდი დათიკ, მადლობა. ნამდვილად. კვიზზეც რომ თქვათ ორი სიტყვით. როგორც ვიცი, წელს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ორი ბინა და ეგ როგორ არის პირველზე გასულს ვაკეში გადაეცემა და მეორეზე სადაბა? საბურთალოზე? ალბათ ვერაზე. იცი როგორ არის? ვერა უფრო ძველი თბილისური უბანი, ამიტომ ვერაზე გადაეცემა პირველად და გასულს და ვაკე მაინც უფრო მომდევნო პერიოდის ქალაქია, ამიტომ ესე გადავანაწილეთ, მე მგონი. ვერელი ხარ? არა, მე პლეხანოველი ვარ საერთოდ. მაგრამ ძველი თბილისის მადლი მაინც ხო არის. თქვენ რომ გამოსულიყავით ნიჭიერში, რა ნომერს შეასრულებდით და მიხვიდოდით ფინალამდე? მე? კი. ღმერთო ჩემო, ჩამჭრელი კითხვა არის, აი სად ალბათ ჩემი წინა კარიერიდან გამოვიყენებდი, მაგრამ არ ამგონია რომ გამოსულიყო. მოდელი ვარ და ვივლიდი. მე თიკა შემომიერთდებოდა, მაგრამ თიკათან იმღერებდა კიდე. ჩვენ ვივლიდით ბევრს ისე. რას იზამთით 10 წლის ბავშვი რომ გამოსულიყო და იცეთი რაღაც გაეკეთებინა, რაც მსოფლიოში პირველია? რას ვიზავდით, დათი, უნდა გამოხვიდე აუცილებლად. აუცილებლად. ანუ ესე იგი შემდეგ სეზონზე გარანტირებული. მოვდივარ. კი. და სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. აბა. სანამ ხუჩა კვარაცხელია ჩვენთან მოვასტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავდით. კვარა, თქვენ საკმაოდ ნიჭიერი ხართ და აპირებთ ქართულ ნიჭიერში გამოსვლას? მე მეკითხები, ხო? როგორც კვარა. როგორც კვარა. უკვე იქა ვარ, ჩაჭა.
უკვე ქართულ ნიჭიერის ყველაზე მაღალ ლეველზე ვარ. ქალბატონო თაკო, დიახ. რომელიმე მონაწილე გამორჩეულად თუ მოგეწონა და რომ გაგვიხილოთ ვინაობა? კი, რა თქმა უნდა, მომეწონა ჩემი ოქროს ღილაკი და რა ვიცი, ძალიან გულშემატკივრობ. მინდა რომ გახდეს ფინალშიც და მოიგოს და ყველაფერი. ჩვენ ყველანი აქ ვართ კონკურენტები, ჩვენი ოქროს ღილაკებით. ისინი პრინციპში უკვე გამარჯვებულები არიან, იმიტომ რომ ყველანი თითქმის ნახევარფინალში არიან და ამიტომ მთელი გულით და სულით გულშემატკივრობ მას. აქვე დავამატებ მეც ამ ნაწილს. ყველა ვარ სუბიექტური, მაგრამ სინამდვილეში ყველა ობიექტური ვართ, იმიტომ რომ ნიჭიერი იმდენად ხალხის შოუა, რომ ხალხს მივყვებით ჩვენს ვერსიას ვთავაზობ, ჩვენი საუკეთესო ხედვა როგორია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გავიმარჯვებთ ყველანი, იმიტომ რომ მოიგებს ის, ვინც უნდა ყველაზე მეტად ხალხს, ასე რომ ნამდვილად. ძალიან გულისამაჩუყებელია, როცა პატარები გამოდიან სცენაზე და იყო ერთი პატარა მოცეკვავე ტასიკო, რომელიც უსაყვარლესი იყო და პირდაპირ გულში ჩამივარდა ისეთი კარგი და საყვარელი ბავშვი იყო. ახლა რა თქმა უნდა მაყურებელს რაც ყველაზე მეტად აინტერესებს. ის უნდა გკითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ ნიჭიერის ფინალთან დაკავშირებით? მე მაინტერესებს ვინ მოიგებს ბინებს. ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს და თან მინდა კიდევ რომ აი ფინალში ის ათეული რომელიც იბრძოლებს მათი საუკეთესო გამოსვლები იყოს, იმიტომ რომ ეს არის ის, რისთვისაც მთელი ეს პერიოდია ემზადებიან თვითონ წარმოიდგინე რამდენი რაღაც ბარიერი გადალახეს, რამდენი ტური გადალახეს და ფინალში რომ საუკეთესო წარსდგენ და მე უკვე რაღაცა შინაგანად მე გრძნობს ადამიანი ეკუთვნის თუ არა გამარჯვება და ამიტომ აი ამ ემოციების მოლოდინში ვარ მე. და ბოლოს ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლის და იქნებ თქვენც რაიმე მასწავლოთ. დავიწყოთ? მე გვაქვს რამე იდეა თქო შენ თუ გვიშველი მე არ ვიცი. მე როგორც სამგზის ბებია მინდა გასწავლო და მინდა გასწავლო ზოგადად არავის არაფერი არ უნდა ასწავლო, უნდა უსურვო. და მინდა გისურვო რომ იყო ისეთი კეთილი, ნათელი, აი ხარ როგორიც ხარ, ბედნიერი და გამარჯვებული, როგორიც აი აქ ხარ და ამიტომ მთელი სულით და გულით ვიქნები ყველა ნებისმიერ შენ გამარჯვებაში და წარმატებაში შენთან ერთად. მადლობა. და თქვენც რაიმეს ხომ არ მასწავლეთ? იცი რა არის? სიარული მასწავლო. სხვათა შორის ისე გამოიყურება, რომ აშკარად დიდი შანსი შეიძლება კონდეს ამ სფეროში გადასწავლით. მოდელი ბიჭები თან გააქვს მოდელის გარეგნობა. ყველანაირი მონაცემი გექნება. სხვათა შორის შენ კარგად გამოგივა, ამიტომ კამერასთან მუშაობა უკვე იცი. თავდაჯერებულიც ხარ, ამიტომ მე მგონი არაჩვეულებრივად გამოგივა. ლამაზი ცხვირპირიც გააქვს. იფიქრედაცი? არა, სიარული სწავლა მაინც არ უნდა როგორც შეაწყვეთ, ხედავთ? არა, უნდა ადგე. მედი, რაღაცა დავსახდეთ, დავკავდეთ. ჩემ ერთადერთ ნიჭს გაგიზიარებთ. ესე იგი, თავარი არის ხრებში გაიმართო, კარგად, თავისუფლად და ეხლა აი შემომხედა მე როგორც გავივლე, ისე გაიარე. მე ვეცდები რომ ხო, მე ვეცდები რომ ბიჭურად გავიარო. არაფერი, ბევრი მარტივად თავდაჯერებულად გამოიარე, აბა. თავდაჯერება აი მარტივად. ლელო მიდი. აი ესე კარგი ბიჭი ხარ, ყაჭო გაჭედი. არის. ესე გაკეთე. მოტრიალდი. ოჩახე, სწავლებით ნახეთ, როგორი ნიჭიერია. სადღაც გამომადგა ჩემი ცოდნა სიარული. ანუ ნიჭიერში შენ შეგიძლია გამოხვიდე? შეგიძლია. მაგარით ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ. ჩვენი სტუმრები იყვნენ ნიჭიერის ულამაზესი ჟიური. ქალბატონი თაკო ფხაკაძე, მარიამ სანოგო და თიკა ფატაციო. ნიჭიერის ნახევარ ფინალისტი დათის შოუში ანასტასია ბერიშვილის სიმღერით If I Ain't Got You. Some people live for the fortune. Some people live just for the fame. Some people live for the power, yeah. Some people live just to play the games. Some
people think that our physical things define what's within. And I've been here before. That life's a bore, so full of the superficial. Some people want it all, but I don't want nothing at all. If it ain't you, baby, if I got you, baby. Some people want diamond rings, and some just want everything, but everything means nothing if I ain't got you. Want nothing at all. If it ain't you, baby, if I got you, baby. Some people want diamond rings, and some just want everything, but everything means nothing if I ain't got you. If I ain't got you, my baby. ნიჭიერის ახალ სეზონში ბევრი გამორჩეული ბავშვი იყო. მათ შორისაა ტასო იმნაძე. მაშასე მივესალმოთ დათის შოუს სტუმარია ტასო იმნაძე. გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად, შენ? კარგად. ნიჭიერის ჟიურიმ გამოარჩია Full Out Dance Studio. ხოლო ჟიურის წევრმა ქალბატონმა თაკო ფხაკაძემ კი კონკრეტულად შენდა, რომ გაიხსენო ეს მომენტი, როგორი გრძნობა იყო. ძალიან საშიში იყო, ძალიან შეშინდა. მაგრამ მე რომ მივედი იქ, უფრო გავბედნიერდი, უფრო ბედნიერი იყო. წარმოუდგენელი გოგო, სწორედ ასე მოგმართათ ქალბატონმა თაკო ფხაკაძემ და როგორია იყო წარმოუდგენელი? ძალიან კარგი. აიმე, მოდი რა გეხოცო, შენ მოდი. ვაიმე, წარმოუდგენელი გოგო ხარ, მოდი და გაკოცო. ვინა ხარ მითხარი? ტასო! ესეთი გოგო ხარ. ოჩა. ცეკვის დროს სხვადასხვა ნომრიანი მაისურები გეცვათ. შენ 10 ნომრიანი მაისურით იყავი. ანუ ტასო, რაც მესი ევროპიდან წავიდა 10 ნომერი შენ დაიმსახურე? არა. არა. Full Out Dance Studio-ში მარტო გოგონები ხართ? ჯერჯერობით ხო, მაგრამ ბიჭებსაც ვიღებთ. თუ კარგად მოცეკვავე ბიჭი დაგჭირდათ, არ მოგერიდოთ. დაუბრუნდეთ ნიჭიერს. როგორც ვიცი, ნომრის ბოლოს ჟიურის წევრებიც ააცეკვეთ. კარგად გამოვიდათ? ძალიან კარგად გამოვიდა ცეკვა. და რომელიმეს დამატებას ხომ არ აპირებთ სამომავლოდ? შემდეგი ეტაპისთვის უკვე დაიწყეთ მზადება? კი. და გუპირდებით სურპრიზებს? კი. რა თქმა უნდა, ამ სურპრიზს ახლა არ გვეტყვი, ხო? არა. მინდა წარმატება უსურვო Full Out Dance Studios და კონკრეტულად შენ, წარმოუდგენელო ტასო. მადლობა. დიდი მადლობა, ჩემი სტუმარი იყო ტასო იმნაძე. ბრავო. ნიჭიერის ნახევარ ფინალისტი დათის შოუში. ნიტა აკუბარდია ცეკვით აფხაზური. აი გედე ბაზალად ხასლარა მადემარე ბახაზელად არარი ჩქუნი არამად აი ნარე რასა აი ჩაბა ჩაჩო ასტახაცარი ფაჩო ანცაიო გაჯო იადო
ჩელოდა ხონჯო აირარე რასა გალაქსია ჩოვაიო ექშაკაზე ხეა ეპახსადა цаრე კარარი ჩუნდურ цаრე აირარე რასა ჩემი დღევანდელი სტუმარია ნიჭიერის ნახევარ ფინალისტი TK Dance Studio. გამარჯობა. პირველ რიგში როგორი გრძნობა, როდესაც ნიჭიერი ბავშვები მოხვედით ნიჭიერ ბავშვთან სტუმრად? რა ვიცი, ძალიან კარგი შეხვედრა. გადავიდეთ ნიჭიერზე. თქვენ გარემიქსებულ Baby Shark-ის მელოდიაზე შეასრულეთ ცეკვა და მთელი დარბაზი აღარფთოვანეთ. არ ნერვიულობდით, როდესაც ამხელა ფილარმონიაში გამოდიოდით? არა, ცოტა. ცოტა. აი რამე როა შეგვაშალოს. და გეგონათ, რომ ასეთ ფურორს მოახდენდით ხალხში? კი, როგორ არა. კი. ჟიურის თავზე ზვიგენის ქუდები დააფარეთ, ხო? დიახ. და ახლა რის ქუდების დაფარებას აპირებთ? ისე Baby Shark-ის ქუდები. აი ისევ? ხო. და ქუჩაში თუ გცნობენ ხოლმე ეს ნიჭიერში გამოსვლის შემდეგ? ჯერ სამწუხაროდ არა. ჯერ სამწუხაროდ არა? ჩვენც. ჯერ სხვა მონაწილეებზე რას გვეტყვით? რომელი მოგეწონათ ყველაზე ძალიან? ყველაზე მეტად Floaten Studio. როგორც ვიცით, ნიჭიერის ამ სეზონში ორი ბინა თამაშდება და უკვე იცით როგორ გაიყოფთ? ოთხივე ერთად ვიცხოვრებ. ერთად ვიცხოვრებ. აი ეს ერთი ბინა ეს ერთი ბინა მასწავლებელს მიუწევს. ხო, მასწავლებლს. დაიმსახურა. დაიმსახურა, ხო, მართლა. და დღეს ხომ შეგვისრულებთ ცეკვას? დიახ. მაშ ასე დათის შოუში ნიჭიერის ნახევარ ფინალისტი TK Dance Studio ცეკვით Baby Shark. ჩვენი სტუმარია ულამაზესი და უნიჭიერესი ქალბატონი თაკო ჩარგოლაშვილი. ძალიან სუ ძალიან რაც კარგია რომ ნიჭიერი სამყვანი ყავს სტუმრად თაკო დათისთან ძალიან სუ ძალიან რაც კარგია რომ ნიჭიერი სამყვანი ყავს სტუმრად თაკო დათისთან მადლობა ბიჭებო.
მოგესალმებით. მოგესალმები, დათი, შენ მადლობა რომ მომიპატიჟე. სხვა შორის პირველად ვარ გადაცემაში, სადაც 10 წლის, ხო, თუ არ ვცდები? 10 წლის ადამიანია შოუ წამყვანი. როგორ მოგეწონათ თქვენზე სიმღერა? რეზო და ბავშვებს მადლობა. ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, ვიცნობთ ერთმანეთს. ძალიან მიყვარს ეს ადამიანები, მიყვარს მათი შემოქმედება და მადლობა ესეთი კარგი აკორდებისთვის, სადაც ჩემი სახელით იყო ჩართული. არა მგონია ვინმე მარიცოდეს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ქალბატონი თაკო ნიჭიერის წამყვანია. ქალბატონი თაკო როგორ ჟღე? რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ნიჭიერის წამყვანი იქნებოდით? აი ესეთი დაახლოებით. რა მაგარია ნიჭიერის წამყვანი! დაახლოებით ესეთი. კი, შენ რა რეაქცია ქონდა, რომ გითხრეს, რომ დათი შოუს წამყვანი უნდა ყოფილიყო? მე ესეთი მგონდა. რა მაგარია, დათი შოუს წამყვანი ვიქნები. აი ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა მეც დათი, ისე გამიხარდა, რომ ესე ხელებიც ავასავსავე, ვკიოდი, მყვიროდი, იმიტომ რომ რა ახლა ჩემი საოცნებო გადაცემა იყო. ყველაზე სახალხოა, ყველაზე მაყურებლის რჩეული მართლა შოუა ნიჭიერი შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ გავიგე, ხა იქ წარმოიდგინე რა მოხდებოდა ჩემს თავს. თქვენ კულისში იმყოფებით ხოლმე, ხო და რა გრძნობაა, როდესაც ყველა ნომრის ნახევარი გაქვთ, ნანახი მარტო მარცხენა მხრიდან. იცი, ეს სადაო საკითხია, მარცხენადან თუ მარჯვენადან, გაჩნია რა რაკურსით ვუყურებთ ხოლმე. მაგრამ, ნუ რას ვიზამთ ახლა, მაშინ, როდესაც ყველაზე სახალხო გადაცემის წამყვანი ხარ, იაზრებ იმას, რომ პარტერში საუკეთესო ადგილები დაკავებულია ხოლმე და რა ადგილით დამხვდა და შემხვდა უბრალოდ იმას მოვერგე. ისე წინახედიდან უფრო კარგად ჩანს ხო ყველაფერი? ხო, სხვა შორის ბევრმა მითხრა ეს და გავითვალისწინებ. მთელი ოჯახი მაყოფილები ვართ, ჩვენ ბავშვებით. ტელევიზორში ძალიან კარგად ჩანს ფოტოშოპი. კი, ხო. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც შემდეგ ტურში ვერ გადადიან ხოლმე და რთულია ვერ გადასulis დამშვიდება. კი, რთულია სხვათა შორის ამ დროს აი ფსიქოლოგების როლს ვირგებთ ხოლმე ფაქტობრივად წამყვანები, იმიტომ რომ ნუ ადამიანი რომელიც მოდის იმისთვის რომ საკუთარი ნიჭი გაუზიაროს სხვებს, ბუნებრივად ძალიან უნდა რომ მოხვდეს შემდეგ ტურში, მაგრამ როდესაც თქვათ ჟიური თვლის რომ კიდევ უფრო თქვათ ძლიერი ნომერი უნდა ყოფილიყო და იღებს გადაწყვეტილებას რომ შემდეგ ეტაპზე არ გადაიყვანონ ხოლმე, ნუ ძალიან განიცდიან, ხან ტირიან, ნერვიულობენ, ხანდახან ისე გადიან ხოლმე, მაგალითად კულისებს ისე გაივლიან ხოლმე, რომ შეიძლება არაფერი თქვან, იმდენად თქვათ აი ხმა უკანკალებდეთ ხოლმე და არის მომენტები, როცა ვთქვით რომ კონტაქტშიც კი არ შევიდე ხოლმე და სადაც საშუალება მაქვს რომ დავამშვიდო, რა თქმა უნდა, ვამშვიდებთ ხოლმე. ნუ მოკლედ, ჩვენი პროფესია გარკვეულწილად კი ფსიქოლოგობასაც ითავსებს ხოლმე. და რაიმე უცნაური ცრურწმენა ხომ არ ქონია გამოსვლელს? მახსოვს ერთი გამომსვლელი, რომელიც, ნუ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი შოუმენია, საოცარი სანახაობა და წარმოდგენა შემოგთავაზა, მაგრამ აი როგორც კი შემოვიდა კულისებში, ესე დგას, ვეუბნებით, რომ აი ერთი ნაბიჯი და შენ უკვე შენ საოცნებო სცენაზე დადგები და აბა შენიცი ვამხნევებთ და ეს გადადგა ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი და არა ნერვიულობა და გაბრუნდა უკან. ნუ იქ ახლა მე დავიწყეთ სუნთქვითი ვარჯიშები, რომ აბა ჩავისუნთქეთ, აბა ამოვისუნთქეთ და მე რაღაცნაირად მოვახერხეთ ისე, რომ ის გავიდა სცენაზე. შეიძლება ეს რაღაც დადგმული ნაწილიც იყო, არ ვიცი, ჩვენ წამყვანები გვანერვიულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ეს ადამიანი უკვე ნახევარფინალშია და დარწმუნებული ვარ და ყოველ შემთხვევაში მინდა ვიხილო ის დიდ ფინალშიც აუცილებლად. კონკურსანტის გულშემატკივარი თქვენთან ერთად არის ხოლმე. ხო და ყველაზე უცნაურად როგორ გაუმხნევებიათ? აუ, კონკურსანტის გულშემატკივრებზე პირველი ვინც მახსენდება, ეს არის ემზარი ბაბუს გულშემატკივრები კათარზისიდან. ჩვენი უსაყვარლესი, მართლაც გამორჩეული კონკურსანტი, ადამიანი, რომელმაც აი ამ ასაკში მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ თავისი ნიჭი გაეზიარებინა სრულიად საქართველოსთვის შეიძლება ითქვას და მოვიდა მის მეგობრებთან ერთად და ყველაზე სახალისო ნაწილი ის იყო, რომ პარალელურად იმისა, როდესაც ბატონი ემზარი ბაშიაჩუკიდან ასრულებდა მუსიკალურ ნომერს, მე და მისი ძმაკაცები, მეგობრები, ეს ხელი გადახვეულები, კარგად ვერთობოდით და
ვიმხიარულეთ და ნუ მოკლედ არანაკლებ ღელავდნენ ისინი ბატონ ემზართან ერთად. ქალბატონო თაკო. ქალბატონო ნუ მეძახით ძალიან დიდი მოგონი. თაკოთი მომართა პირდაპირ. მე მგონი უნდა შეეგუა ამ თაობასთან ურთიერთობას. მოგვიწევს. ქალბატონოთი? ნუ კარგი მომიწევს შევეგურო ქალბატონო. 10 წლის ვარ ეხლა და აბას ხომ. კარგი, შევეგუები. ქალბატონო თაკო. ჩვენს გადაცემაში გვაქვს ასეთი ტრადიცია. სანამ ხუჩა ყვარაცხელია ჩვენთან მოვასტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავდით. ხო. რაც პარიზში გადახვედით, რომელ მაღაზიებში დადიხართ? ყველაზე ხშირად. მე ხა ხუჩა ვარ და უნდა მოყვას. როგორც რა მაღაზიებში დადის ხოლმე ხუჩა როგორ? ლუი ვიტონით იწყება ხოლმე. ლუი ვიტონით იწყება, დოლჩე გაბანა, შანელი და არ ვიცი კიდევ რით გრძელდება. ტონი ბრიონი რა. ოტკულტურ მაღაზიებში. რომ იცოდეთ რუსთავიორში ყველაზე მეტად თქვენ გენდობიათ. აქამდე სულ 2 წამყვანი იყო და ახლა მარტოს განდეთ ამხელა შოუს წაყვანა. რა სიტყვით თქვენს მიერ გამოყენებულ ოქროს ღილაკზე? ხვიჩა აღარ ვარ, ეხლა ისე არა, ეხლა ნიჭერის წამყვანი ვარ. ეხლა კარგი, მაყურებელი ნახავს მის ძალიან მაგარ შესრულებას უკვე ნიჭერის ნახევარფინალის ფარგლებში და დიდი იმედი მაქვს, რომ ხარსაც დაუჭერს და აქვე აუცილებლად ყოველს მინდა მიუმართოდათ თუ ნებას მომცემ, რომ აი შოუს ამ ეტაპზე ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ მაყურებლის ჩართულობა და რატომ. გვეყოლება ხოლმე 3 ფინალისტი და პირველ ფინალისტს ირჩევს ხალხი. ანუ ჩვენს ფავორიტს რაც უფრო მეც დაურეკავთ, მეც დაუმესიჯებთ, მას მივცემთ შესაძლებლობას, რომ მოიპოვოს საგზური, რასაც უკვე ფინალში მოხვედრა ქვია. და უკვე 2 ფინალისტს თავად ჟიური გადაიყვანს ხოლმე შემდეგ ეტაპზე. ამიტომ აქედანვე ყველას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ახლოს იყავით ხოლმე მობილურ ტელეფონებთან და ძალიან ბევრი დაურეკეთ და ძალიან ბევრი დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულს, იმიტომ რომ არა სხვა, არამედ სწორედ თქვენი ფავორიტი მოხვდეს ხოლმე ფინალში. ქალბატონო თაკო, ახლა მომისმინეთ და შემაფასეთ. აბა, დაცი, მე უნდა შეგაფასო, გისმენ? ნიჭიერის სრულიად ახალი ლაივ შოუები უკვე პირდაპირ ეთერშია. თქვენ შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს პირდაპირ ეთერში უყუროთ ნიჭიერის სუპერ ეპიზოდებს. ერთად გავიგოთ, ვინ გადავა ფინალში და იბრძოლებს უპრეცედენტო პრიზისთვის. მეგა შოუების ისტორიაში პირველად პრიზი იქნება არა 1, არამედ 2 ბინა. ბრავო, აბა როგორი ვიხასება სჭირდება ამას. უსიტყვოთ, უკომენტაროთ. ნიჭიერს მე მგონი ახალი წამყვანი ყავს ხალხო და მე დროა დავიხურე და წავიდე. ქალბატონო თაკო, უამრავი გამოსვლილი წარადგინეთ წელს. ხო? და მოდით წარმოიდგინეთ, რომ ახლა მე 10 წლის დათი უნდა გავიდე ნიჭიერის სცენაზე და გთხოვთ წარმატკინოთ. მაშა ასე, ნიჭიერის მაყურებლები მოემზადეთ, იმიტომ რომ სოფლიოში უნიკალური გადაცემის დათის შოუს წამყვანი შემოგვიერთდება და შემოგთავაზებს იუმორისტულ მონოლოგს. დათი, თავ სცენაზე. ბრავო! ძალიან მომწონს. დიდი მადლობა ესეთი წარდგენით. ჩვენ გვაქვს ასევე ასეთი ტრადიცია. ხო? ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლის და იქნებ თქვენც რაიმე მასწავლოთ. მე მგონი აქეთ თუ მასწავლის 10 წლის ასაკში ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს რომ შეიძლებოდა რომ წამყვანობისთვის გამომეკრა ხელი და მე მგონი პირიქით უნდა გავცვალოთ ეს როლები ახლა. შენ უფრო ბევრი შეიძლება მასწავლო მე ვიდრე მე შენ. ესე მგონია რატომღაც. არგით. მოეწონა. კმაყოფილია და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ერთი თხოვნა მაქვს. ამ გადაცემაში გვექნება ნიჭიერის გამორჩეული ბავშვების ნომრები. ხო? ხო და მოდით ამ ერთხელ ვიყოთ თანაწამყვანები. და კარგი, გაგვამხნევეთ, დებიუტია ჩვენი. ავახნევთ მეგობრებო. აბა, დავიწყოთ. მაშასე დათის შოუში ნიჭიერის ნახევარფინალისტები. ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლა. If you're blue and you don't know where to go to
ასე დათის შოუში ნიჭიერის ნახევარფინალისტები. ნია სტუდიო! I'm not a stranger to the dark. Hide away this sex. We don't want your broken parts. Learn to be ashamed of all my scars. Run away, they say. No one will love you as you are. But won't let them break me down to dust. I know that there's a place for us. For we are glorious. When the shadow starts, when it calm me down, I'm gonna send a fire, gonna drown them out. I am brave, I am bruised, I am who I'm meant to be. This is me. Look out, 'cause here I come. And I'm marching on to the beat I drum. I'm not scared to be seen. I'll make no apologies. This is me. Another round of bullets hits my skin. Far away, 'cause today I won't let this change sink in. We are bursting through the barricades, reaching for the sun. We are glorious, yeah, that's what we'll become. Won't let them break me down to dust. I know that there's a place for us, for we are glorious. When the shadows rise, when they calm me down, when the sand falls, when they drown them out. I am brave, I am bruised, I am who I'm meant to be. This is me. Look out, 'cause here I come. And I'm marching on to the beat I drum. I'm not scared to be seen. I'll make no apologies. This is me. This is me. And I know that I deserve your love. There's nothing I'm not worth. The sharpest words wanna cut me down. I'm gonna set a flag, gonna drive them out. This is brave, this is bruised, this is who I'm meant to be. This is me. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შენ მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო, სულ მინდოდა შენთან შეხვედრა და ცოტა დაგაგვიანდა სხვათა შორის. მაგრამ ნიჭიერი უნდა დაწყებულიყო და ნახევარფინალები. მოკლედ მიხარია რომ ვიყავი შენთან ერთად დღეს. მადლობა ბიჭებო თქვენ. ამაკადო. And I know that I deserve your love. There's nothing I'm not worth. The sharpest words wanna cut me down. I'm gonna set a flag, gonna drive them out. This is brave, this is bruised, this is who I'm meant to be. This is me.